დღეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვა და სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, რომ საზოგადოება არის შემართებული, იცის რა უნდა და იცის რა არ უნდა. არ დათანხმდება საქართველოს იმაზე, რომ საქართველოს გადაიქცეს რუსულ რეჟიმად ბოლომდე, ამისთვის საქართველოს იბრძვის მშვიდობიანად და მინდა უთხრა ასევე ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრ დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს, ან ყოველ შემთხვევაში ამით დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არ არსებობს ორი მხარე საქართველოში, არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ესენი დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ სოციალურ ქსელში, რომ გააჟღერონ ის ძალადობის გზავნილები, ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ არის რეჟიმი ერთ მხარეს, საზოგადოება მეორე მხარეს. და ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილი, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს.